ჩანდი და მეუღლის თავთვარგაის. ეს ყველა ჭვავი. ჩავალაგო სათითაო. მე იქნება მეორე მესამე აი რამდენი წუთი. მე თერთმეტლიან 2014 წლისთვის 100 ნომრამდე გამოირჩა და შესანიშნავი კოლექცია დადგა, რაც ქვეყნის სათესლე ბაზისთვის კარგი მარაგი იყო. გასამრავლებლად და მოსახმარად ყველა მსურველს უანგაროდ ეძლეოდა. აჰა, ეხლა ესეც ჩავაწყო ამაში. ეს ამობეჭ და ეს. შევიდა. ედა ენდერმონი. მასა. აიდა. იჯელო ჩქარაკი. მხოლოდ ენთუზიაზმი ვეღარ ერეოდა ამ საქმეს, ქართულ და დასაწყობებაც თანადგომა იყო საჭირო. 2013 და 2014 წლებში ჯერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოფელ ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას შეეთავაზა კოლექცია. არ სჭირდებოდათ. შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ მიღებაზე შემდგომი მოუვლის დაცვის და გამრავლებისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არ ყოფილა სურვილი. მიუღებელია ქართული ხორბლის დაცვა და მხარდაჭერა. ხორბლის სამშობლოში ადგილობრივი ხორბლით ქვეყნის დაბურება. ხორბალი უნივერსალური კულტურა და იმდენად ძვირფასია და იმდენად საყვარელი კულტურა, რომ ადამიანებმა დასაბამიდანვე ის საკულტურო მცენარედ მიიღეს. ადამიანმა აზროვნების დაწყებისთანავე დაიწყო ხორბლის მოშენება. და აი ამ ხრივ მიიჩნევენ მეცნიერება, რომ საქართველოში ხორბლის კულტივირება, ანუ კულტურაში შემოტანა ყველაზე ადრე მოხდა საქართველოში. აი ამის ნათელ მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ასეთი მაგალითები. ბოტანიკურად ხორბალი ეს არის გვარი, ტრიტიკუმ. ტრიტიკუმში ამ გვარში გაერთიანებულია მთელ მსოფლიოში 27 სახეობა. ამ 27 სახეობიდან 24 არის კულტურული სახეობა, დანარჩენი ველურია. ამ 24 სახეობიდან მარტო საქართველოში აღწერილია და აღმოჩენილია 14 სახეობა. მე აქცეთ ამ ციფრებს. ამ 14 სახეობაში საქართველოში 6 სახეობა ენდემურია, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ჩანს. აი ამის გამო საქართველო მიჩნეულია ხორბლის კულტურის ერთ-ერთ ძირითად სამშობლოდ, კერად. იყო დრო, როდესაც საქართველოდან მარცვალი გადიოდა საზღვარგარეთ. ეს იმ პერიოდში, როდესაც საქართველო 12 მილიონი იყო. ქართული ხორბლის განსაკუთრებული თვისება არის სტაბილურ მოსავლიანობა. ჩვენი ქართული ჯიშები გლეხს მშიერს არასდროს ხარწუებდა. გამძლეობის უნარი აქვთ. აი ამასაც შეგუებული არიან. ჭირ ვარამ ნახული ჯიშებია ჩვენი ქართული ჯიშები. საქართველოს თავისუფლად შეუძლია თავის თავი დაიკმაყოფილოს და ზოგიერთ შემთხვევაში სხვასაც დაეხმაროს.